საღამომშვიდობის 19 ნოემბერს BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღის ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებს გიზიარებთ BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად. 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20 მილიარდ 831 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.6%-ით მეტია. მესამე კვარტალის მონაცემებით საქართველოს რკინიგზამ 3.5 მილიონი ტონა ტვირთი გაატარა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4%-ით ნაკლებია. საერთო მოცულობაში 9.5% ადგილობრივ გადაზიდვებზე, 32.4% საერთაშორისო და 58.1% ტრანზიტულ გადაადგილებებზე მოდიოდა. მესამე კვარტალში ქვეყანაში საზღვაო ნავსადგურებისა და ტერმინალების მუშაობა გააქტიურდა, რაც გადამუშავებული ტვირთის და მგზავრთა ნაკადის მნიშვნელოვანი ზრდით გამოიხატა. 2025 წლის მესამე კვარტალში ნავსადგურებმა და ტერმინალებმა სულ 4.293.000 ტონა ტვირთი გადაამუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.4%-ით მეტია. რაც შეეხება საჰაერო გადაზიდვებს, მესამე კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2.800.000 მგზავრს მოემსახურა. წლიურ ჭრილში ზრდა 15%-ია. 9 თვის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებით ჯამში თითქმის 6.5 მილიონმა მგზავრმა ისარგებლა. თბილისის მერის ინფორმაციით ის პირები, რომლებმაც 2025 წლის 1 ნოემბრამდე ტაქსით მომსახურება უნებართვოდ განახორციელეს, ან სანებართვო პირობების დარღვევით დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან. მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთ წარმატებულ გადაწყვეტილებად ტაქსების რეფორმა მიიჩნევა. თბილისის მერის განცხადებით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია მომავალ წელს არის დაგეგმილი და დაახლოებით 50 მილიონი ლარის ბიუჯეტია ამისთვის განსაზღვრული. 9 თვეში საქართველოს ნავსადგურებმა 12 მილიონი ტონა ტვირთი გადაამუშავეს. საქსტატის მონაცემებით წრეულ ჭრილში 1.4%-იან ზრდას ნიშნავს ეს მონაცემი. მათ შორის მხოლოდ წელს მესამე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 4.293.000 ტონა ტვირთი გადაამუშავეს, რაც ასევე 1.4%-ით ზრდა. კლება რკინიგზის ტვირთბრუნვის მიმართულებით, რამაც წელს 9 თვეში 9.793.000 ტონა შეადგინა. რა ტენდენციებია გადაზიდვების სექტორში და რა გამოწვევებზე საუბრობენ კერძო სექტორის წარმომადგენლები. დეტალები მუცაშუბაშვილის სიუჟეტში ვნახოთ. საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვის ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. გადამუშავებული ტვირთების მოცულობა გაზრდილია როგორც წლიურ, ასევე კვარტალურ ჭრილში. საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა წელს მესამე კვარტალში 4.293.000 ტონა ტვირთი გადაამუშავეს, რაც 1.4%-იანი ზრდაა. ამავე მაჩვენებლით 12 მილიონ ტონამდეა გაზრდილი მიმდინარე წლის 9 თვეში პორტებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობა. რაც შეეხება ტვირთების გადანაწილებას, გადამუშავებული ტვირთის თითქმის 44% გენერალური სახის იყო. ფოთის პორტის მმართველ კომპანია APM ტერმინალში აცხადებენ, რომ უშუალოდ მათ მიერ მიმდინარე წლის 10 თვეში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა 17%-ითაა გაზრდილი. კომპანიაში განმარტავენ, რომ ფიქსირდება ტვირთების კონტეინერიზაციის ზრდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა უფრო სტაბილური ხდება. ბოლო რამდენი წლის განმავლობაში ზრდა გვაქვს და საგზნობი გზა ფიქსირდება უკვე 2023 წლიდან მოყოლებული. 2025 წლის 10 თვის მონაცემებს თუ შევხედავთ, ჩვენ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-იანი ზრდა არის უშუალოდ დამუშავებული კონტეინერების რაოდენობაში. აქ ჩვენ ზრდა გვაქვს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, დაწყებული პირველი მოხმარების ტვირთები, ეს იქნება ელექტროტექნიკა, სამშენებლო მასალები და აგრეთვე ერთ-ერთი ყურადსაღები არის ის სიტუაცია, როდესაც ნახეთ ერთ-ერთი განაპირობებელი ყოველთვის იყო ხოლმე მეორადი მანქანები. ბოლო თვენახევრის განმავლობაში მანქანების რაოდენობის ოდნავ კლება არის, ეს სეზონურობით შეიძლება იხსნას და მაინც ფიქსირდება 17%-იანი ზრდა. ანუ ჩვენ, როდესაც ჩვენც დავიწყეთ ანალიზის გაკეთება, ვაკვირდებით, რომ თვითონ არსებულ ბაზარზე, როგორც საქართველოში, აგრეთვე ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში შეიმჩნევა კონტეინერიზაციის ზრდა, რაც საკმაოდ დადებითი ტენდენცია არის. იმიტომ რომ, როდესაც უკვე კონტეინერიზაციის ზრდა დაიწყება და უკვე მიიღებს გაგრძობილ ხასიათს, ეს უკვე მუდმივ ზრდას გამოიწვევს და ეს არ იქნება, თქვათ, ერთჯერადი რაღაც კრიზისების გამო, მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე, თქვათ, სანქციების გამო
გაზრდილი ნაკადი. გენერალურ ტვირთებში საკმაოდ საგრძნობი ზრდა გვაქვს, რაც ჩანს სტატისტიკაში, თუმცა სამწუხაროდ კლება არის თხევად ტვირთებში. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ტვირთები ზოგადად არის ტრანზიტული დანიშნულების და commodity ტვირთები დამოკიდებულია ბირჟებზე არსებულ ფასებიდან გამომდინარე არის მოთხოვნა მიწოდების მომენტები განსაზღვრული. თუმცა დადებითად უყურებთ იქ მკუთხით, რომ დღეს შუადერეფნის გამავალი ტვირთების რაოდენობა იზრდება, განსაკუთრებით general ტვირთებზე გვაქვს საუბარი და აქ უფრო აქცენტს ვაკეთებ, ვინაიდან ჩვენც ამით ვარ დაკავებული და მეტი დამატებითი ღირებულების შექმნა ხდება ზუსტად საქართველოს დერეფნის მეშვეობით ამ პროდუქციაზე. 9 თვეში კლების ტენდენცია ფიქსირდება რკინიგზის ტვირთბრუნვის მიმართულებით. წელს ჯამურად იანვარ-სექტემბერში რკინიგზამ სულ 9,793,000 ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც წლიურად 5,8%-იანი კლებაა. უშუალოდ მესამე კვარტალში კი რკინიგზამ 3,9 მილიონი ტონა ტვირთი გაატარა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,4%-ით შემცირებული მაჩვენებელია. მესამე კვარტალში რკინიგზის მიერ გადატანილ ტვირთებს შორის ჭარბობდა კოქსი და ნავთობპროდუქტები, რადგან მთელი ტვირთის თითქმის 38% მოდიოდა. გადამზიდავ კომპანიებში აღნიშნავენ, რომ ტვირთების შესანარჩუნებლად კვლავ ბევრი მიმართულებითაა ნაბიჯები გადასადგმელი, მათ შორის საჭიროა რკინიგზის გამტარუნარიანობის ზრდა და ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება. ზაფხულის შედეგებს გეტყოდით, რომ ზაფხულში საკმაოდ მწვავედი იყო ლოკომოტივების პრობლემა, შიგნით, ესე ვთქვათ, სადგურებიდან, ჩიხებიდან სადგურებამდე მიწოდების კუთხით. ძალიან დიდი დროის დანაკარგი ჰქონდა ალიატის პორტში აზერბაიჯანში, როდესაც საქართველოს უმუშავდით ვაგონებს და იქ დაახლოებით 2-3 კვირიანი დანაკარგი ჰქონდა დროის თვალსაზრისით და ასევე, ვიწრო არტერიები გვაქვს. ასე თუ ისე ფოთი მუშაობს და ფოთის ესე ვთქვათ სადგური გამტანუნარიანობით გამოირჩევა სხვა პორტებთან თუ შევადარებთ, ასევე ხორგოსი, ჩინეთ-ყაზახეთის საზღვარი დაუშვათ ზაფხულში იქიდან გამომდინარე რომ პიკური სეზონი იყო, ასევე გადაიჭედა და ეს ჯამურად გვიქმნის პრობლემებს. აქ სწრაფი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა თუ არ მოხდა, ბიუროკრატიული პროცესების გამარტივება, ახალი სერვისების მოფიქრება და ისევ დაუშვათ აქცენტის გაკეთება გენერალურ ტვირთებზე, სამწუხაროდ საგრძნობი ესე ვთქვათ ნახტომი არ იქნება უახლოეს პერიოდში, ჩემი პირადი მოსაზრება და აქ უკვე რკინიგზის ახალმა ხელმძღვანელობამ უნდა იფიქროს რა კუთხით შეუძლია ეფექტურობის გაზრდა, ბიზნესთან მეტი ალბათ კომუნიკაცია. კერძო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიუხედავად მზარდი კონკურენციისა, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზა, ანუ შუა დერეფანი, რომლის ნაწილიც საქართველოსაა მიმზიდველობას ინარჩუნებს. თუმცა კომპანიებში ამბობენ, რომ გამოწვევად რჩება მათ შორის დერეფნის მონაწილე ქვეყნებში პორტების გამტარუნარიანობა, რაც საბოლოოდ გადაზიდვის დროს ზრდის. ცენტრალური აზიის მიმართულებით ოპერირებთ და შესაბამისად ეს ტრანზიტული ტვირთები აქტიურად გვაქვს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ნაკადები არ შეჩერებულა, აქტიურად მიედინება, უბრალოდ გარკვეული შეფერხებები არის. საბედნიეროდ საქართველოს საბაჟო ტერმინალებში და ჩვენ კონტროლირებად ამ რგოლში პრობლემები ნაკლებად შეინიშნება, უფრო ეს ხარვეზები დაკავშირებული არის აზერბაიჯანის საბაჟო და გამშვებ პუნქტებთან, ვერ ახდენენ სამწუხაროდ დროულად და ეფექტურად ალიატის პორტი კონკრეტულად ამ ტვირთების გამტარუნარიანობას სწრაფად ვერ ამუშავებენ, შესაბამისად ვადების გაზრდა ამ კუთხით შეინიშნება. საერთო ჯამში მოთხოვნადი არის ეს ტრანზიტული გზა, რომელსაც ჩვენ უკვე ეს ბოლო წლებია განსაკუთრებით ვიყენებთ. რაც შეეხება სატვირთო ავიაციის მონაცემებს, 9 თვეში ავიაციის სექტორის მიერ გადაზიდული ტვირთის და ფოსტის ნაკადმა 26,3 ტონა შეადგინა, რაც წლიურად ორჯერ გაზრდილი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ავიაგადაზიდვების ზრდა მათ შორის გააქტიურებულ ელექტრონულ კომერციას და ამანათების მზარდ მაჩვენებლებს უკავშირდება. მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე წლიურად 9% პუნქტით შემცირდა და 13,3% შეადგინა. ამავე პერიოდში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფრო ასაკის მოსახლეობით ითვლება, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1% პუნქტით არის შემცირებული და 54,9%-ს უტოლდება. მესამე კვარტალშივე დაქირავებით დასაქმებული იყო 975,300 ადამიანი. ზრდა ამ ნაწილში 1,1%-ია. თვითდასაქმებული 418,400 იყო.
კლება ამ მიმართულებით 3.3%-ით და უმუშევარი 213.700 აღერიცხა. აქაც კლება 5.4%-ით. ამ პერიოდში დასაქმების დონე გაზრდილია 2.1%-ული პუნქტით და 47%-ია. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე შემცირებულია ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.1%-ული პუნქტით და სოფლის ტიპის დასახლებებში 1.1%-ული პუნქტით ზრდა ფიქსირდება. უფრო ჩაშლილ მონაცემებს რომ შევხედოთ, მესამე კვარტალში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში 1.1%-ული პუნქტით გაიზარდა, სოფლის ტიპის დასახლებებში 3%-ული პუნქტით შემცირდა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალი არის მამაკაცებში. მესამე კვარტალში ეს მაჩვენებელი ქალებში იყო 44% და კაცებში 67%. დასაქმების დონე ქალებში 7.1%-ული პუნქტით შემცირდა და კაცებში 1.2%-ული პუნქტით გაიზარდა. თბილისის მერიამ საკრებულოს 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარადგინა, რომლითაც დედაქალაქისათვის გამოყოფილი ასიგნებების ოდენობა ამ წლის დაზუსტებულ ბიუჯეტთან შედარებით 271 მილიონი ლარით, 2.80 მილიონ ლარამდე მცირდება. კლება რამდენიმე ძირითად მიმართულებას ეხება და ესენია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, ახალი ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, კეთილმოწყობა, ავარიული შენობების გამაგრების და განათების პროგრამები. რაზე დაიხარჯება მომავალი წლის ბიუჯეტი? რა ძირითადი პროექტები მოხდა თბილისის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, რომელიც ჯერჯერობით პირველადი ვარიანტით გვაქვს, ანუკა ჯოხაძე არკოვდა და მის სიუჟეტს ვუყუროთ. დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი დოკუმენტი მზად არის. მესამედ თბილისის მერობის პირველ წელს კახა კალაძის გუნდის მიერ საკრებულოსთვის წარდგენილი ბიუჯეტის პირველი ვერსია მიმდინარე წლის დაზუსტებულ ბიუჯეტთან შედარებით 271 მილიონი ლარით ნაკლებია და 2.83 მილიონ ლარს შეადგენს. წარსული გამოცდილებით არსებული ვარიანტი დამტკიცებამდე ზრდისკენ გადაიხედება. არსებულ მონაცემებს კი რაც შეეხება. ყველაზე მეტი 656 მილიონი ლარი დედაქალაქის ბიუჯეტიდან მომავალ წელს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის არის განსაზღვრული. პრიორიტეტებს შორისაა ინფრასტრუქტურული პროექტები, ავარიული შენობების განახლება და კეთილმოწყობა, რისთვისაც ბიუჯეტში 287.5 მილიონი ლარია გამოყოფილი. განათლების პროგრამები არსებული პროექტი დედაქალაქის მერიისგან 300 მილიონი ლარით დაფინანსდება. რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს, ერთ-ერთი მსხვილი პროექტი, რომელიც დოკუმენტში მოხვდა, დიდი დიღომი დიდუბის დამაკავშირებელი 7,5 კილომეტრიანი ტრამვაის ხაზის მშენებლობა, რომლის დაწყებისთვის 30 მილიონი ლარის დახარჯვა დაგეგმილი. ტრამვაის ხაზის პროექტირება და მშენებლობა, თქვენ იცით რომ ტენდერი უკვე გამოცხადებულია და უახლოეს მომავალში გვეყოლება მედია გამარჯვებული კომპანია, რომელმაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. მას შემდეგ რაც გამოვლინდება კომპანია თუ ვინ შეასრულებს სამუშაოებს, 18 თვე დაჭირდება დაახლოებით პროექტის განხორციელებას. 2026 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის განსაზღვრულია 479 მილიონ 920.000 ლარი და გულისხმობს ყველა დაპირებულ მსხვილ პროექტს, მაგალითად, ეგრეთ წოდებული სამხედრო ქალაქის პარკი, მისი განახლება, რეაბილიტაცია, სრული მოწესრიგება, ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია, 4 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, ავარიული სახლების შანაცვლება, ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია, სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია. დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში წერია, რომ ყველაზე დიდი მოცულობის თანხების სატრანსპორტო პროექტების განხორციელებას მოხმარდება, მათ შორისაა მეტროსადგურების მოდერნიზაცია და ახალი ვაგონების შესყიდვა. ორივე პროექტი საერთაშორისო ორგანიზაციების სასესხო შეთანხმების ფარგლებში განხორციელდება. თბილისის ვიცემერის ინფორმაციით, ახალი ვაგონების პირველი ნაკადის მიწოდება კონტრაქტორმა წელს უნდა უზრუნველყოს. მისივე ინფორმაციით მოლაპარაკებები 200 ახალი 8-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაზეც მიმდინარეობს. რაც შეეხება მეტროს ვაგონების შესყიდვას, თქვენ იცით რომ ჩვენ გაფორმებული გვაქვს უკვე ხელშეკრულება და 2026 წლიდან უკვე ეტაპობრივად დაიწყება იმ 100 ვაგონის, ასე ვთქვათ, შემოსვლა, რომლის ხელშეკრულებაც გაფორმებულია, ასევე მეტროს სადგურების რეაბილიტაციის მიზნით ჩვენ გვაქვს სასესხო ხელშეკრულება და ამ პროექტს განვახორციელებთ და იცით რომ ასევე ჩვენ მუშაობთ იმისათვის რომ უახლოეს მომავალში დავიწყოთ პროექტირებაზე სამუშაოები, რომელიც კონკრეტულად ეხება 2 ახალ მეტროსადგურს. გვაქვს იმედი, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა და ვმუშაობთ
ფინანსთა სამინისტროსთან, რომ 200 ერთეული დამატებით 8 მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა განვახორციელოთ. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ამ მიმართულებით 287 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვაა დაგეგმილი, რაც მიმდინარე წლის პროექტთან შედარებით 93.5 მილიონი ლარით შემცირებული მაჩვენებელია. ერთ-ერთი მსხვილი პროექტი, რომლის დაფინანსებაც 2026-27 წლებში არის დაგეგმილი, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია. ჯამში პროექტებისთვის 50 მილიონია გათვალისწინებული, საიდანაც 10 მილიონი 2026 წელს დაიხარჯება. თბილისის ვიცემერი აცხადებს, რომ სამუშაოები დედაქალაქის მთავარ გამზირზე 2026 წელს დაიწყება და 4 თვეს გაგრძელდება. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია განხორციელდება 2026 წელს, ეს დაახლოებით 50 მილიონი ლარის ბიუჯეტით არის განსაზღვრული და ასევე ჩვენ სხვადასხვა ქუჩებს, სხვადასხვა გამზირებს წლის განმავლობაში იცით რომ გვაქვს დაგეგმილი, თუმცა რაც შეეხება მთავარ გამზირს, რუსთაველის გამზირს, ნამდვილად ჩვენ უახლოეს მომავალში დავიწყებთ სამუშაოებს. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ტექნიკურ დეტალებზე, შევარჩევთ დროს, რომლითაც იქნება შესაბამისად ნაკლები დისკომფორტი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ზუსტად ამ პერიოდში დაახლოებით ვფიქრობთ, რომ 4 თვის ვადაში იყოს განხორციელებული აღნიშნული პროექტი. 2026 წლის ბიუჯეტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით 182 მილიონი ლარია გამოყოფილი. თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კონკრეტულ პროგრამებთან მიმართებით ბიუჯეტი გაზრდილია. პრიორიტეტში ადგეს ჯანდაცვის პროგრამები, სოციალური პროგრამები, ჯანდაცვის მიმართულებით მაგალითად იზრდება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დაფინანსება, იზრდება შეშმოყრებულთა ეჭირადი დახმარება, როგორც უსინათლოების, ასევე შეშმო ბავშვების, ასევე გაიზრდება საკვირაო მომსახურების ვაუჩერის ღირებულება და შესაბამისად ზოგადად დაახლოებით მხოლოდ ამ მიმართულებით არის 5%-იანი ზრდა, ანუ აქ საუბარია ბიუჯეტის საერთო მოცულობაზე. 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის მოცულობა 2025 წლის დაზუსტებული ბიუჯეტის მოცულობაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია. 2025 წელს თბილისის მერიის ჯამური ასიგნებები 2 მილიარდ 350 მილიონ ლარს შეადგენს. გასული წლების გამოცდილება აჩვენებს, რომ საკრებულოში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი მეორე განხილვისთვის ზრდის მიმართულებით იცვლება. მოლოდინი 2026 წლის პროექტთან დაკავშირებითაც იგივეა. მით უფრო რომ თბილისის მთავრობის ხდომაზე ბიუჯეტის გაზრდისთვის ფინანსთა სამინისტროსთან და მთავრობის სხვა წევრებთან კონსულტაციები დაანონსდა. ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია დასამტკიცებლად თბილისის საკრებულოს 10 დეკემბერს წარედგინება. 2026 წლიდან ზოგიერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმების მოცულობა გაიზრდება. კახაკალაძის ინფორმაციით ის ჯარიმები, რომლებიც ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებას, მის არასათანადო წესით ტრანსპორტირებას, ბეტონმზიდი მანქანიდან ბეტონის დაღვრას, ასევე მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის არასწორად განთავსებასა და რეალიზაციას ეხება დაახლოებით 5 ჯერ გაიზრდება. თბილისის მერია ამბობს, რომ ამ სამართალდარღვევებზე ჯარიმების დაკისრება რამდენჯერმე გადავადდა, რათა ამ ბიზნესით დაინტერესებული სუბიექტები სათანადოდ მომზადებულიყვნენ. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ზემოთ აღნიშნულ საკითხზე განსაზღვრული ჯარიმები უკვე მრავალი წელი არსებობს და ჯარიმის აღნიშნული ოდენობები ვერ უზრუნველყოფს პრევენციულ ხასიათს, მივიღეთ გადაწყვეტილება მოგვემზადებინა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც ჯარიმის ოდენობის გაზრდას ითვალისწინებს. ჯარიმები, რომელიც დღეს შეადგენს 500-დან 6000 ლარამდე, სხვადასხვა დარღვევებისთვის გაიზრდება 2500-დან 30000 ლარამდე. რამოდენიმეჯერ მოხდა აღნიშნული კანონის გადავადება, თუმცა ჩვენ 1 იანვრიდან აღარ ვაპირებთ ამის გადავადებას და შესაბამისად ყველა იმ აღნიშნულ სუბიექტს, რომელიც დღეს სარგებლობს ამ ასე ვთქვათ ბიზნესით, მოუწევს გათვალისწინება იმ რეგულაციების, რა რეგულაციებიც არის ჩვენს მიერ დასახული. ელეავას ბაზრობა გააგრძელებს ფუნქციონირებას, თუმცა იმ კომპონენტში თუ რომელიმე კომპონენტია ვერ დაექვემდებარება და კონკრეტულად აალებად მასალებზე არის საუბარი, რა თქმა უნდა, მათ მოუწევთ პროფილის შეცვლა. რეგულაციების შესაბამისად თუ რაიმე ცვლილება მოხდება და მოექცევა რეგულაციების ფარგლებში, რა თქმა უნდა, აქ არანაირი პრობლემა არ იქნება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენებისთვის 4 პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები, რომლებიც ЧՊС სამშენებლო კომპანია ნომერი 1-ის წარმომადგენლები არიან, 2020 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვეს. ტენდერი სამტრედიის მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს ითვალისწინებდა, რომლის საერთო ღირებულებაც 6,630,000 ლარში ადგენდა. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს რეგიონული საგრანტო პროგრამა 25,000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისათვის ქვემო ქართლის რეგიონში დასრულდა. გამარჯვებულად 4 სტარტაპია დასახელებული. მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან სპორტის სამინისტროსთვის დამატებით 5 მილიონი ლარი გამოყო. ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 14 ნოემბრით დათარიღებული განკარგულების მიხედვით ამ თანხის ნახევარი 2,5 მილიონი ლარი ფეხბურთის ფედერაციისათვის, მეორე ნახევარი კი რაგბის კავშირისთვის არის განკუთვნილი. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 4 ელექტრონული ტენდერი ფონდის მიმდინარე პროექტების ზედამხედველობაზე გამოაცხადა. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სამტრედიის წყალარინების და სანიაღრო ინფრასტრუქტურის მშენებლობას იწყებს. პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის სესხით და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით 51 მილიონ ევროზე მეტი დაჯდება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენებისთვის 4 პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები, რომლებიც ЧპС სამშენებლო კომპანია ნომერი 1-ის წარმომადგენლები არიან, 2020 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვეს. ტენდერი სამტრედიის მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს ითვალისწინებდა, რომლის საერთო ღირებულებაც 6,630,000 ლარი იყო. უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი ედებათ სახელმწიფო სახსრების თაღლითურად დაუფლებაში, თაღლითობაში დახმარებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება გამოყენებაში. გამოძიების თანახმად დაკავებულმა პირებმა ЧპС სამშენებლო კომპანია ნომერი 1-ის ხელმძღვანელებმა 2020 წელს გაიმარჯვეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდებარე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. ტენდერის საერთო ღირებულება 6,412,130 ლარი იყო. შესრულებული სამუშაოებისთვის კომპანიას 3,422,520 ლარი გადაეცა, თუმცა სამუშაოები არ დასრულებულა და ხელშეკრულება შეწყდა. გამოძიების თანახმადვე, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები ინსპექტირების ორგანოების თანამშრომლების დახმარებით, ყალბი დოკუმენტაციის მომზადების და გამოყენების გზით თაღლითურად დაეუფლნენ პროექტისათვის გამოყოფილ 661,163 ლარს. ტენდერების მონიტორის მიხედვით კომპანიის მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება 40,100,000 ლარია. წელს რეგისტრირებული კომპანიის წილის 70%-ს დავით ჭოლაძე ფლობს, 20%-ს სიმონ ბოლქვაძე, 10%-ს კობა ნაჭყებია. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხზე საქართველოს ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა გადაიდო. შეხვედრა 21 ნოემბერს ბრიუსელში უნდა გამართულიყო. ნეტგაზეთს ევროკავშირის სპიკერმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ანიტა ჰიპერმა უთხრა, რომ ეს შეხვედრა გადადებულია ქართული მხარის ხელის შემშლელი გარემოებების გამო. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღესვე განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ შეხვედრა ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებებით სრულად მიუღებელი და გაუმართლებელი საბაბით გადაიდო. სამინისტროს შეფასებით ეს საკითხი მორიგი სპეკულაციისთვის გამოიყენება, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს და ქმნის აღქმას, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს არ ამოძრავებდა შეხვედრის ჩატარების გულწრფელი სურვილი და ბრიუსელი არ არის მზად მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები, მათ შორის იმ საკითხებზე, რაც გამოყენებული იყო საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებისთვის. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2026 წლის 2 მარტიდან ფუნქციონირება შეწყვეტს. მისი უფლებამოსილებები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სრულად გადაეცემა. ანალოგიურ ბედს ანტიკორუფციული ბიუროც გაიზიარებს, რომელიც ასევე გაუქმდება და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შეერწყმება. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიზანი სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაცია, სტრუქტურული ფუნქციების გამარტივება და პასუხისმგებლობის უფრო მკაფიო განაწილებაა. რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს ცვლილებებს, ამას მარია მიზორია სიუჟეტში შეაჯამებს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2026 წლის 2 მარტიდან შეწყვეტ ფუნქციონირებას, ხოლო მისი უფლებამოსილებები სრულად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა. ანალოგიურ ბედს გაიზიარებს ანტიკორუფციული ბიუროც, რომელიც ასევე გაუქმდება და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შეერწყმება. უპირველესად გავიხსენოთ ამ ორი უწყების შექმნის მიზეზები. ანტიკორუფციული ბიურო 2022 წლის 15 დეკემბერს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე შეიქმნა. ბიუროს დაფუძნების აუცილებლობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული მეოთხე პრიორიტეტული ამოცანის საფუძველზე გაჩნდა. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის სათავეს 2013 წლიდან იღებს. უკვე 2022 წლის 1 მარტიდან აღნიშნული მანდატი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიენიჭა. ამ ინსტიტუტის შექმნა და მისი ფუნქციონირება მიზნად ისახავდა მონაცემთა დაცვის ქართული კანონმდებლობის და პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას და სუბიექტების უფლებების დაცვის გარანტიების გაძლიერებას. და ახლა როცა მმართველმა გუნდმა ორივე სამსახურის გაუქმების და აუდიტის სამსახურისთვის მიერთების გადაწყვეტილება მიიღო, ჩნდება კითხვები ერთი მხრივ აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობის საფრთხებთან, მეორე მხრივ კი კონსტიტუციური წესრიგის დაზიანებასთან. საკითხის შეფასებისას იურისტი ლევან ალაფიშვილი აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ნებისმიერი გადაწყვეტილება ქვეყნის ძირითად კანონს, კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს. ამ შემთხვევაში კი აუდიტის სამსახურის კონსტიტუციური მანდატი ილახება. ალაფიშვილი იხსენებს 2011 წლის შემთხვევას, იმ ეპიზოდს, როდესაც აუდიტის სამსახურს ის ფუნქცია მიენიჭა, რაც კონსტიტუციით არ იყო გათვალისწინებული. მმართველ პოლიტიკურ ძალას უნდა ახსოვდეს, რომ 2011 წელს სწორედ ასე იმდროინდელმა უმრავლესობამ მიანიჭა აუდიტის სამსახურის ეს ფუნქცია, რაც მისთვის კონსტიტუციით არ იყო მინიჭებული. პოლიტიკურ პარტიების ფინანსებზე და მათ წინასაარჩევნო კამპანიაზე ზედამხედველობის ფუნქცია მიანიჭა. რითაც ძალიან დააზიანა ამ ინსტიტუტის, ამ კონსტიტუციური და მნიშვნელოვანი ინსტიტუტის როლი. პოლიტიკური პროცესების მონაწილე გახადა. მაშინ, როდესაც კონსტიტუცია ამ ინსტიტუტს მოიაზრებს ნეიტრალურ, პოლიტიკურად ნეიტრალურ და დამოუკიდებელ ინსტიტუტად. ალაფიშვილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაუქმებასაც აფასებს და აღნიშნავს, რომ მისი დამოუკიდებლობა ყველა ევროპულ ქვეყანაში უმაღლესი აქტებით არის გარანტირებული. ინსტიტუტის ეფექტიანი მუშაობისთვის კი აუცილებელია ამ სამსახურს სხვა ფუნქცია არ ჰქონდეს. ამ ინიციატივის გაზიარების შემთხვევაში ვიღებთ ინსტიტუტს, რომლის კომპეტენციაში შევა საჯარო ფინანსების მართვაზე ზედამხედველობა, სახელმწიფო ქონების მართვაზე ზედამხედველობა, პერსონალურ მონაცემთა მართვა, საჯარო თანამდებობის პირთა დეკლარაციების და მონიტორინგის განხორციელება, პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და წინასაარჩევნო პერიოდზე და მათ ფინანსებზე ზედამხედველობა. ვიღებთ წარმოუდგენელ ინსტიტუტს, რომელიც აშკარად ცილდება კონსტიტუციით და საუკეთესო დემოკრატიული სტანდარტებით დადგენილ პრაქტიკას. ამ ინსტიტუციების გაუქმებით ქართული ოცნება ფაქტობრივად უარს ამბობს ევროკავშირთან ინტეგრაციის ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნაზე. ასე აფასებს IDFI-ის პროგრამების დირექტორი ლევან ავალიშვილი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას. ის განმარტავს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციის მისაღებად, ევროგაერთიანებისთვის პერსონალური მონაცემების დაცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. პერსონალურ მონაცემთა დაცვა მათ შორის გულისხმობს ევროკავშირის მოქალაქეების პერსონალურ მონაცემთა დაცვას, სასაზღვრო კონტროლზე არსებული მონაცემების ურთიერთგაცვლას, ანუ ბევრი ბიომეტრიული მონაცემების გაცვლას და ამაზე კონტროლი არის ერთ-ერთი და ამის რეგულირება, ეგრეთ წოდებული GDPR-ი, დიდი კანონი, რომელიც საქართველოში ჯერ არ ამოქმედებულა ბოლომდე, მაგრამ მიღებული იქნა. ეს არის ჰარმონიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილი ევროკავშირთან ინტეგრაციის. ამაზე თუ უარს ვიძახით და რა ვიცი, აუდიტის სამსახური ამას ნამდვილად არც უფლებამოსილება აქვს, არც გამოცდილება და არც ეხება მას. ცვლილებებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მოვალეობა საჯარო მოხელეთა, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციები იყო. 3 ლოკალური ფუნქციის გამო კი ბიურო კორუფციულ ფაქტებს ვერ ავლენდა. ახლა კი კორუფციასთან ბრძოლა უფრო ეფექტიანი გახდება. ირაკლი კობახიძის განმარტებას აფასებს ლევან ალაფიშვილი და აღნიშნავს, რომ გაჟღერებული არგუმენტები კონსტიტუციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამართლებაა. ეს არგუმენტები, რაც გაჟღერებული იქნა, ხო, არის დასტური იმისა, რომ ინსტიტუტი მისი მმართველობა იყო არა ეფექტური და არა ის, რომ
დავუშვათ უფრო ეფექტური შეიძლება გახდეს აუდიტის სამსახურში, რომლის ფუნქცია სულ სხვა არის. ამ პოზიციის მხარდამჭერებს შევახსენებ, როდესაც მოიშველებენ ამას არგუმენტად არაეფექტურობას ანტიკორუფციული ბიუროზე. უნდა გაიხსენონ, რამდენი ხანია რაც არსებობს ამ მანდატით ეს ბიურო. 2-3 წელი, რომელიც არ არის საკმარისი და გარდა მაგისა, მისი დამოუკიდებლობა რატომ დადგა კითხვით ნიშნის ქვეშ, რატო ვერ იძიებდა თუნდაც პრემიერთან მიმართებაში, რატო ვერ იძიებდა? ანუ იმიტომ, რომ მისი ადგილი არ იყო აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში სწორად განსაზღვრული. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო და მონაცემთა დაცვის სამსახური სრულად უქმდება. მათი ფუნქციები კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა. ოქტომბერში თბილისში 4178 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. კოლეჯ ჯორჯიას მიერ განახლებული საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვით, წინა თვეში გაყიდული ბინების ღირებულება 25.2%-ით 336 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. ბათუმის ბაზარს რაც შეეხება, 10 თვეში 801.200.000 დოლარის ღირებულების 13.654 ბინა გაიყიდა. კოლეჯ ჯორჯიას მიერ იკოუჯიზე განახლებული ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოხელვით გაყიდული ბინების ღირებულება წლიურად 31%-ით, უძრავი ქონების ტრანზაქციები კი 14%-ით გაიზარდა. კოლეჯ ჯორჯია მიუთითებს, რომ მონაცემების თანახმად ფასის ზრდის დინამიკა ტრანზაქციების მატებას მკვეთრად აღემატება. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი 3 ქვეუწყების საავტომობილო გზების დეპარტამენტის მუნიციპალური განვითარების ფონდის და შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ჯამურად გაცემული ავანსების 23%-დან 37%-მდე არაუზრუნველყოფილი იყო. ეს ინფორმაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გამოვითხოვეთ. 29 ოქტომბერს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა მინისტრმა განაცხადა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის 2014 მიმდინარე პროექტიდან 161 პრობლემური იყო. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 4 ელექტრონული ტენდერი ფონდის მიმდინარე პროექტების ზედამხედველობაზე გამოაცხადა. საუბარია სამშენებლო კონტრაქტების კერძო ზედამხედველობაზე, რამაც ამ პროექტების ჩაბარების ხარისხი უნდა უზრუნველყოს, რადგან სახელმწიფო საინჟინრო სამუშაოებს სწორედ კერძო ზედამხედველის დასკვნის საფუძველზე იპარებს. განცხადებების მიხედვით ტენდერები 1.4 მილიარდი ლარის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობას შეეხება. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად პრეტენდენტ კომპანიებს მოეთხოვებათ კონდეთ ზედამხედველობა მომსახურების სფეროში არანაკლებ 4 მილიონი ლარის ჯამური ღირებულების შესრულებული სამუშაოების მინიმალური გამოცდილება. მომსახურების ვადა გრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2029 წლის 31 იანვრის ჩათვლით. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მცხეთის ჯვრის მონასტერის დიდი ტაძრის ინტერიერის საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს. გამარტივებული შესყიდვის ღირებულება 414.470 ლარია. სააგენტო წერს, რომ აუცილებელია შემჭიდროებულ ვადებში ინტერიერის კონსერვაცია დაიწყოს, რათა თავიდან იყოს არიდებული ტაძრის სტრუქტურული მდგომარეობის გაუარესება და შეუქცევადი დაზიანების საფრთხე. კონსერვაციის პირველი ფაზა შეერთებული შტატების საელჩომ $100,000 დააფინანსა და გეგმებოდა მომდევნო ფაზის დაფინანსება. შესყიდვის მიხედვით ჯვრის მონასტრის დიდი ტაძრის საკონსერვაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვები 2026 წლის განმავლობაში განხორციელდა. შესრულებულ სამუშაოთა საბოლოო ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული თვის ვადით. ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით 2025 წლის 10 თვეში ქართული ღვინო 29 გამოფენა ფესტივალზე და 250-მდე დეგუსტაცია სემინარზე შტატებში, ევროპის და აზიის. ჯამში 20-მდე ქვეყანაში იყო წარმოდგენილი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიზანი ამ გამოფენების ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა და ბაზრების დივერსიფიცირება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მათი საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში 2013 წლიდან ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით სარეკლამო მარკეტინგულ კამპანიებს შტატებში, ევროპის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ინტენსიურად ახორციელებს.
იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფელ ბოსლევის სატყეო უბანზე წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს. ადგილობრივმა სამართალდამრღვევებმა 4 კუბური მეტრი პირველი ხარისხის სამასალე მერქანი მოიპოვეს უკანონოდ. როგორც უწყება განმარტავს, გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება მიმდინარეობს და რადგან საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალების შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის საგამოძიებო უწყებაშია გადაგზავნილი. უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი კი შემდგომი განკარგვის მიზნით ზესტაფონის საქმიან ეზოში გადაიტანეს. წაბლი წითელი ნუსხით დაცული სახეობაა. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში შემდგომი რეაგირების მიზნით. ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ნებისმიერ შემთხვევაზე გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული მკაცრი სანქციები. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით დაავადება თურქულის პრევენციისთვის მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის ვაქცინაცია დაიწყო. სესის ცხოველთა მეპატრონეების მოწოდების თანახმად ისინი თხოვენ შესაბამისი ცხოველების პატრონებს ითანამშრომლონ სააგენტოს ვეტერინარებთან და ხელი შეუწყონ ვაქცინაციის პროცესს. ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ამ წლის სექტემბრიდან დაავადება თურქულის SAT1-ის სეროტიპით გამოწვეული აფეთქებების კერები ფიქსირდება და მათ შორის საქართველოს საზღვართან ახლო მდებარე რეგიონებში. პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელებისთვის სესმა 500,000 დოზა SAT1 სეროტიპის შემცველი ვაქცინა იყიდა, რომელიც რეკომენდებული არის ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეფერენს ლაბორატორიის მხრიდან. საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასები ეცემა და 24 საათიან პერიოდში კორექცია 2,5%-ს აღწევს. ამჟამად ბარელი ბრენტის ფასი $63 WTI-ის ღირებულება დაახლოებით $49 მიდამოებში. ძვირფასი ლითონების ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია. ფასი 1,5%-ით გაიზარდა. უნცია ოქროს ღირებულება $4,116 აღწევს, რაც ერთ წლიან პერიოდში 55%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვერცხლის შემთხვევაში წლიური ზრდა 68% იყო. ერთ დღეში მატება 3%-ია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთი ნატოს არაწევრ მთავარ პარტნიორად დაასახელა. ეს გადაწყვეტილება მან საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრესა და არაფორმალურ მმართველთან, მუჰამედ ბინ სალმანთან შეხვედრისას გააჟღერა. პოლონეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში მოქმედი უკანასკნელი რუსული საკონსულოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ევრონიუსის ინფორმაციით სინგაპური მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდება, რომლებიც ქვეყნიდან სხვა მიმართულებით მიმავალ ავიამგზავრებისათვის მწვანე გადასახადს შემოიღებს. ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთმა წამყვანმა ნავთობკომპანია ExxonMobil-მა შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებული რუსული ნავთობგიგანტის ლუკოილის საერთაშორისო აქტივების შეძენის სურვილი გამოთქვა. ამ ნაბიჯით ის რიგით მეორე ამერიკული ენერგოგიგანტი გახდა ლუკოილისთვის, ვინც გააგრძელებს ბრძოლას. რუსული კომპანიის უცხოური აქტივების შეძენის სურვილი შევრონმაც დააფიქსირა. როიტერსი წერს, რომ Exxonი ამჟამად ლუკოილის ყაზახეთში, კარაჩანგასა და თენგიზში მდებარე ნავთობის საბადოებით არის დაინტერესებული. ამ საბადოებზე წილებს Exxonი უკვე ფლობს, შესაბამისად მისი სურვილი ლუკოილის წილის შეძენაც არის. კიდევ ერთი ობიექტი, რომლის მიმართაც Exxonმა დაინტერესება გამოთქვა, კულუარული ინფორმაციით ლუკოილის უდიდესი უცხოური აქტივი დასავლეთ ერაყში მდებარე ქურნა 2 საბადოა. ამერიკული კომპანიისთვის ამ რეგიონში უცხო არ არის მუშაობა. 2024 წლამდე Exxonი დასავლეთ ერაყში მდებარე კიდევ ერთ ნავთობსაბადო ქურნა 1-ში ფლობდა წილებს. ლუკოილის უცხოური აქტივებისადმი დაინტერესება რამდენიმე კვირის წინ მას შემდეგ გაიზარდა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა 2 რუსულ ნავთობგიგანტს, როსნეფტს და ლუკოილს სანქციები დაუწესა. ამ გადაწყვეტილების ფონზე კომპანიების საკუთარი უცხოური აქტივების გაღებისათვის დრო 3 დეკემბრამდე იყო. ცდილობა ლუკოილის აქტივები კვიპროსზე ბაზირებულ კომპანიებს შეეძინათ არსებობდა, თუმცა შტატების ხაზინამ კომპანიის ხელმძღვანელის რუსული კავშირების გამო გარიგებად დაუშვება ცნო.
ილონ მასკის მიერ დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტის სტარტაპის XAI შეფასება ახალ რეკორდულ ნიშნულზეა 230 მილიარდ დოლარს უახლოვდება. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, სტარტაპი ახალი საინვესტიციო რაუნდისთვის ემზადება, რომლის შედეგადაც ინვესტორების მხრიდან 15 მილიარდი დოლარის მოზიდვაა დაგეგმილი. XAI მასკის პორტფოლში წარმოდგენილი ყველაზე სწრაფად მზარდი პროექტია, რომელიც ორ მიმართულებას ხელოვნურ ინტელექტ Grok-ს და სოციალურ ქსელ X საერთიანებს. XAI-ის მიზანი სოციალური ხელოვნური ინტელექტის და AGI-ის შექმნა, რომელიც ადამიანის, კომპანიონის, მეგობრის და თანამშრომლის როლს შეასრულებს. ელ-სალვადორის ეროვნულმა ხაზინამ 100 მილიონი დოლარის ღირებულების 1100-მდე ბიტკოინი შეიძინა. ოფიციალური ინფორმაციით, სახელმწიფო რეზერვში ამ დროისათვის 7500-მდე ბიტკოინი ინახება, რაც ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების და ფინანსური სტაბილურობის გარანტად აქვთ მიჩნეული. ელ-სალვადორი მსოფლიოს პირველი სახელმწიფოა, რომელმაც ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად და საგადახდო საშუალებად მიიღო. ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, ბიტკოინი ისტორიაში საუკეთესო საინვესტიციო აქტივია, რომლის პოტენციალიც ქვეყანამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს. არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო საავიაციო კომპანია ემირატსა და ამერიკულ ტეკ კომპანია SpaceX შორის შეთანხმება გაფორმდა. ამ გარიგების ფარგლებში ავიახაზების 232 ტიპი უდიდესი მოცულობის ხომალდზე, მათ შორის Boeing 777-ზე და Airbus A380-ზე Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი იქნება ხელმისაწვდომი. ხომალდების სატელიტური Wi-Fi სერვისზე გადაწყობის პროცესი დაწყებულია. ემირატსი ყოველთვიურად 14 თვითმფრინავს აღჭურავს Starlink-ის სერვისით. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა ბორტზე Starlink-ის 2 ანტენა განთავსდება, რაც უწყვეტ და მაღალი ხარისხის კომუნიკაციას შეუწყობს ხელს. პროცესი 2027 წლის მეორე ნახევარში უნდა დასრულდეს. პირველი ხომალდი, რომლის მგზავრებსაც Starlink-ის უმაღლესი სიჩქარის ინტერნეტით სარგებლობის საშუალება ექნებათ, Boeing 777 იქნება და ის რეისს ნოემბრის ბოლოს შეასრულებს. Starlink-ის ინტერნეტის გამოყენება ფრენის დროს ყველა მგზავრისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. Wi-Fi-ის გააქტიურება ელექტრონული მოწყობილობის ღილაკის ერთი დაჭერით იქნება შესაძლებელი და პაროლის შეყვანა მგზავრებს არ დასჭირდებათ. ემირატსი პირველი საავიაციო კომპანიაა, რომელმაც ილონ მასკის კომპანიასთან Starlink-ების გამოყენებაზე შეთანხმება გააფორმა. ბრიტანეთის ავიახაზებსა და SpaceX შორის მსგავსი შინაარსის გარიგება გასულ კვირას დაიდო. 2025 წლის დუბაის საავიაციო შოუზე Fly Dubai-სა და Airbus შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. Reuters-ი წერს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი სახელმწიფო საავიაციო კომპანია ამერიკული კომპანიისგან 150 ერთეულ A321 neo ტიპის თვითმფრინავს იყიდის. ამ გარიგების მოცულობა 24 მილიარდი დოლარი იქნება. არსებული ინფორმაციით, ევროპული კომპანია Fly Dubai-ისთვის ხომალდების გადაცემას 2021 წლიდან დაიწყებს. Fly Dubai-მ Airbus-თან კონტრაქტი არსებობის ისტორიაში პირველად გააფორმა. აქამდე კომპანია Boeing-ის აქტიური დამკვეთი იყო და საკუთარი საჰაერო ფლოტიც ამერიკული საავიაციო კომპანიის მიერ შექმნილი ხომალდებისგან ჰქონდა დაკომპლექტებული. Fly Dubai-ის აღმასრულებელი დირექტორი ღაიტ ალ-ღაიტი აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი ევროპული კომპანიის მიერ შემოთავაზებული ხომალდების ხელმისაწვდომი ფასი, ზომა და მოცულობაა. ღაიტმა Boeing-თან თანამშრომლობის მომავალში გაგრძელება არ გამოიცხა. შეთანხმების გაფორმების შემდეგ მედიასთან კომენტარისას Airbus-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა, რომ Fly Dubai-ის ნდობისთვის მადლობას უხდის და აღნიშნა, რომ კომპანია მოლოდინებს აუცილებლად გაამართლებს. მისივე განმარტებით A321 neo საკუთარ კატეგორიაში უალტერნატივოა არა მარტო მისი წარმატ ნდობის, არამედ ხარჯ-ეფექტურობის კუთხითაც. ასეთი იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის. წინ საქმიანი საღამო მოგეულდებათ, რომელსაც გიორგი თოლორდავა და ბექა ბაციკაძე გაუწყობიან. ჩვენ ერთმანეთს ხვალ შეხვდებით BMD TV-ს ეთერში დროებით.